გორის დილაში ფინანსური პრობლემებია კლუბის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს კუთვნილი ხელფასები უკვე 2 თვეა არ მიუღიათ. გუნდის დირექტორი ამბობს, რომ 1.886.000 ლარი, რომლითაც ამ ეტაპზე დილა ფინანსდება, საკმარისი არ არის და მერიისაგან თანხის გაზრდას ითხოვს. დილას მოთხოვნა საკრებულოს წევრები არ იზიარებენ და კლუბში აუდიტის შესვლას ითხოვენ. ისინი ეჭვობენ, რომ დილას ფინანსური დარღვევები აქვს. ნიკა გაბლიშვილი დეტალებით. შესაბამის ზომები უნდა მიიღოს მერიამაც და საკრებულომაც ამ თემასთან დაკავშირებით. არანაირი გამართლება არ აქვს ამას. საფეხბურთო კლუბ გორის დილას ფინანსური მდგომარეობის შესწავლაზე საუბარი საკრებულოს დეპუტატებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კლუბის დირექტორმა გიორგი ტუღუშმა მერიას გორის დილას დაფინანსებისთვის ყოველთვიურად 200.000 ლარის გადახდა მოსთხოვა. დეპუტატები ამბობენ, რომ გორის დილას დაფინანსებას აღნიშნული თანხით ვერ შეძლებენ, რადგან ყოველწლიურად მისი შენახვა 2.400.000 ლარი დაჯდება. ნამდვილად არ გვინდა რომ წარმატებული კლუბი ამ ეტაპზე რაღაცნაირად დაიშალოს, თუმცა იცით რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ძალიან უჭირს გუნდის შენახვა. ჩვენ სურვილიც რომ გქონდეს რომ დავაფინანსოთ, ფაქტიურად ეს თანხა ბიუჯეტში არ არსებობს. ამიტომ ეს თანხა არის მოსაძიებელი. საკრებულოს დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კლუბის ადმინისტრაციამ ხელფასების გაზრდა მერიასთან შეთანხმების გარეშე მოახდინა, რაც დარღვევაა და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. საკრებულოს წევრები დილაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ. ნამდვილად ქამრები შემოვიჭირა მუნიციპალიტეტმა დილას გურისთვის, იმიტომ რომ ხალხს უყვარს ფეხბურთი და ეს, მაგრამ ახლა ის რომ ვიღაცამ მერისთან შეთანხმების გარეშე ხელფასების ზარდოს და საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე ამის უფლება არ აქვს. მარტო დილა არა. სხვა სახელმწიფო დაქვემდებარების აიპები იქნება თუ სხვა ორგანიზაციები ალბათ საჭიროა რომ დაექვემდებაროს შესწავლას. ბევრი კითხვის ნიშანია, მოკლედ რომ თქვა, და ამ კითხვის ნიშნებს პასუხი უნდა გაეცეს. ვეკითხები თვითონ გუნდის დირექტორს, ვისთან შეათანხმა, როცა ეს თანხები გაიზარდა, ხარჯი როცა გაიზარდა, სახელმწიფო ხარჯი. მე მიპასუხა, რომ არ იყო მერთან შეთანხმებული, არ იყო ფინანსურ განყოფილებასთან შეთანხმებული და არ იყო საკრებულოსთან შეთანხმებული. აუდიტის სამსახურის შესვლას საფეხბურთო კლუბში არ გამორიცხავს ქალაქის პირველი პირი. ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ კლუბში საგანგაშო არაფერი ხდება, თუმცა ის საკრებულოს დეპუტატების ინტერესების დასაკმაყოფილებლად საჭირო დროის და მომენტის შერჩევას აპირებს. საკრებულოს მოითხოვა ამის გაკეთება და ჩვენ ახლა შევარჩევ დროს მომენტს. თუ საჭირო გახდა აუდიტორების შემოწმება, ჩავატარებთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია საკრებულოს იმის თაობაზე, რაც გორის დილაში ხდება. საფეხბურთო კლუბ გორის დილას დირექტორთან ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დაკავშირება ვერ შეძლო. ტუღუში სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მან კომენტარი რამოდენიმე დღის წინ ტელეკომპანია პირველს მისცა, სადაც სახელფასო დავალიანებაზე საუბრობს და დაფინანსების გაზრდის საჭიროებას ხედავს. საშუალოდ აიბ გორის დილას სჭირდება თვეში 200.000 ლარი. ჩვენ ის იყო, ჩვენ ამ წუთში არის დახარჯული 1.100.000 და გვჭირდება ასევე დახმარება ადგილობრივი ხელისუფლების გარკვეული თანხის, რომელიც ჩვენ წარუადგინეთ და მერია და საკრებულო მუშაობენ საშუალესამებრ, რომ ყველაფერი ეს უახლოეს მომავალში გადაგვიწყვეტ. დიას არქივი 21 ოქტომბრის ბიუროს ხდომის ვიდეო კადრებს ინახავს, სადაც ტუღუში დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატებს მიმართავს და 2015 წლის ბიუჯეტიდან კლუბის შესანახად დამატებით კიდევ 700.000 ლარის გადარიცხვას ითხოვს. შეგვიტანხმეთ. რას? აი, თუნდაც თანხების გაზრდას რაც ეხება, ეს უნდა იყოს, უნდა იცოდეს მერმა, უნდა იცოდეს საფინანსო განყოფილება, უნდა იცოდეს საკრებულო. მე გეჭიდო რა თვალებში გიყურებ და გეო ის რამოდენიმე ადამიანი ესწრებოდით რა მე გითხარით რა რომ დავდეთ შედეგს ეს თანხა იყო 1.800.000 იყო საუბარი მე არ დავდეთ რაცო შედეგს ანუ კი ბატონო მაგრამ მე ჩვენ 1.800.000 გითხარი 200.000 გორის საკრებულოში ამბობენ, რომ კლუბის ამ მოთხოვნას ვერ გაითვალისწინებენ, რადგან აღნიშნული თანხა ბიუჯეტში არ აქვთ.